ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამოცანა ნომერი 22. რა ძალით აწვება 2m მასის საწონი ჰორიზონტალურ ზედაპირს, თუ α უდრის 30 გრადუსო და თავისუფალი ვარდის საჩქარება არის ჟ. კარგით, მოდით ეს სურათი გავადიდოთ. ასე. და ეხლა შევხედოთ რა ძალები მოქმედებს თვითონ ამ სისტემაზე რომ დავაკვირდეთ. ეხლა ამ 2m მასის სხეულზე ბუნებრივი მოქმედებს ქვემოთ მიმართული 2m-ჟ სიმძიმის ძალა, ხო, რადგანაც სხეულის მასა არის 2m, მასა 2m, ჟ სიმძიმის ძალა. აგრეთვე საყრდენის რეაქციის ძალა იმოქმედებს, ხო, n რეაქციის ძალა. აგრეთვე თოკი დაიჭიმება, ეს იქნება t1 დაჭიმულობის ძალა, ეს იქნება t2 დაჭიმულობის ძალა. ოღონდ შევნიშნოთ, რომ t1 და t2 სიდით ერთმანეთის ტოლია და მოდი ეს t ავნიშნოთ, ასე. სიდით ერთი და იგივე აქვთ, კი ბატონო. და ახლა მოდით ასე მოვიქცეთ, კიდევ აქ მასის სხეულიც აქვს. ასე. აქ იქნება mg სიმძიმის ძალა, თოკი დაჭიმულობის ძალა t და მოდით თან შემოვიტანოთ y ღერძი. ეს y ღერძი მიმართოთ ვერტიკალურად ზემოთ. და ეხლა დავაკვირდეთ ჩვენ შემდეგ ფაქტს, რომ თუ დავაკვირდებით აი ამ ნაწილს, ესე იგი, რადგანაც ეს კუთხე არის ალფა, აი ეს კუთხეც იქნება ალფა და ეს კუთხეც იქნება ალფა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კუთხე მიღებული არის ორი პარალელური წრის მესამეთი გადაკვეთის შედეგად და შესაბამისად კუთხეები იგივე ალფასტოლი იქნება. და ეხლა ჩავწეროთ უბრალოდ ნიუტონის მეორე კანონი. ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, ამ 2m მასის სხეულზე მოქმედი ძალთა თორქმედი უნდა ტოლი იყოს სხეულის მასისა და აჩქარების ნამრავის. ესე იგი, რა გვექნება? გვექნება t1 ძალას დამატებული t2 ძალა, ვექტორულად ჩავწეროთ ეს, პლუს 2mg ძალა, ხო? პლუს კიდე რეაქციის ძალა, n ძალა. ტოლი უნდა იყოს სხეულის მასისა და 2m მასისა და აჩქარების ნამრავის, მაგრამ აჩქარება არ გვაქვს, ხო? ნულის ტოლია, რადგანაც სისტემა წონასწორობაში არის. შესაბამისად, ეს ტოლი იქნება ნულის. ეხლა მოდით დავაგეგმილოთ y ღერძზე. t1-ის გეგმილი იქნება t1 კოსინუს ალფა, ხო? მაგრამ t1 ხო სიდიდით ტესტოლია და გავითვალისწინოთ ეს, დამატებული t2-ის გეგმილი იქნება t2 კოსინუს ალფა ესეც, მაგრამ t2-იც ტესტოლია. ამას გამოკლებული 2mg, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ჟ და y ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მიმართული, ამიტომ აქ მინუს ნიშანი გვექნება და პლუს n რეაქციის ძალა, რომელიც y ღერძის გასწვრივ იყურება და შესაბამისად ესეც დადებითი იქნება. ეს უდრის ნულს, ხო? კი ბატონო, ეხლა აქედან რა გვექნება? აქედან გამოგვივა ჩვენ, რომ n-ს დამატებული 2t კოსინუს ალფა მინუს 2mg უდრის ნულს, საიდანაც n-ისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის 2mg-ს მინუს 2-ჯერ. ეხლა თვითონ ამ სისტემას და ამ სხეულს დავაკვირდებით, ეს სხეულის ხო წონასწორობაში არის, შესაბამისად, ეს t ძალა უნდა აწონასწორებს t და mg ძალა გაწონასწორებული არის, შესაბამისად, t სიდიდით აი აქედან ტოლი არის mg-ს. და გავითვალისწინოთ ესეც. ესე აქ უნდა დავწერო 2t, მაგრამ t რადგანაც mg არის 2mg გამრავლებული კოსინუს ალფა. ალფა გითხრეს, რომ 30 გრადუსიაო. კოსინუსი 30-ზე ფესვის 3 ორთან არის, კიდე გამრავლდება ფესვის 3 მეორეზე. ეს ბატონო ჩემო და კიდე რა დაგვრჩა? მეტი არც არაფერი, გადმოვიტანეთ აქეთ, ხო? ეს ორები და ესენი შეგვეგვეცა და ეს უდრის რას, ესე იგი, ეს ტოლი იქნება. mg მოდით ფრთხილებთ გარეთ გავიტანოთ, mg. ფრთხილებში დაგვრჩება 2-ს, ხო, 2-ს მინუს ფესვის 3. ფესვის 3. ხო, ეხლა რეაქციის ძალა ჩვენ მოდ დავწეროთ, ესე იგი რეაქციის ძალა ჩვენ გამოგვივიდა n გამოგვივიდა mg 2 ფესვის 3-ის ტოლი. სისტემა წონასწორობაში არის, შესაბამისად, საყრდენის რეაქციის ძალა ტოლი არის mg 2 მინუს ფესვის 3 და რადგანაც საყრდენის რეაქციის ძალა მივიღეთ, ნუ ნიუტონის მესამე კანონიდან, თუ საყრდენზე მოქმედებს n რეაქციის ძალა, თვითონ სხეულიც პასუხობს იგივე ძალით და ამიტომ საყრდენზე დაწოლის ძალაც n-ის ტოლი გამოგვდის, ხო? ფაქტიურად ეს გამოგვდის ჩვენ რასაც გვეკითხებიან, ხო?
რა ძალით აწვებაო? ნუ საყრდენის რეაქციის ძალა რადგანაც გამოგივიდა ეს, სწორედ ეს არის ის ძალა, რა ძალითაც ეს ორი მასის სხეული აწვება ამ ჩვენ ჰორიზონტალურ ზედაპირს. ამიტომ პასუხი იქნება A.